კაცი რო ქალის ჭკუაზე ივლის, მაგრამ ეს კაცია. მაგრამ ჩმორი და მაგასთან არც უნდა იძმა კაცო და საერთოდ კაცი არ არის. მოგეწონათ ხო ჭიჭიკოებს დასაწყისი? გეტყვით ახლა რატო ხართ ჭიჭიკოები? ვინც ასე აზროვნებთ? მარტივად ფაქტებით გეტყვით. ალბათ ყველას გეყოლებათ საახლობლოში ესეთი ორივე ტიპის ოჯახები და თქვენ თვითონ გადახედეთ, რომელი ოჯახი უფრო წინწასული, ჰარმონიული და შემდგარია, სადაც ცოლი და ქმარი ერთმანეთის ჭკუაზე დადიან, ერთმანეთს აზრებს ითვალისწინებენ და უთანხმებენ ყველაფერს, თუ იქ სადაც ყველა განგარბის და რაც არ უნდა კარგი აზრი მიაწოდოს ქალმა, პრინციპულად არ გააკეთებს, იმიტომ რომ ქალის ჭკუაზე ხო არ გაივლის კაცია. რა ვეხა დასკვნოთ, თქვენ გააკეთეთ, რომელი გირჩევნიათ. შემდეგ, ოდითგანვე ყველა მიცოდა, რომ ქალი არის ემოციურად ძლიერი, ჭკვიანი, გამჭრიახი, გამძლე არსება, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ინტუიცია, ნებისმიერ შემთხვევაში გამოსავლის პოვნა შეუძლია და განსაკუთრებით თუ დედა არის, იმხელა დაცვის ინსტინქტი აქვს, ალბათ ვერცერთი კაცი ვერ შეედრება. მე აქვს საუბრობ ნორმალურ ჯანმრთელ და ჭკვიან ქალებზე, თორე ხა ცალტვინა ქალებიც არსებობენ, რა თქმა უნდა. და ასევე საუბრობ ნორმალურ და ჭკვიან კაცებზე. შედარებას ვაკეთებ ჩვენ შორის განსხვავებაზე და არა მეტნაკლებობაზე. ანუ მე არ ვამბობ, რომ ქალები უფრო ჭკვიანები ვართ ვიდრე კაცები, უბრალოდ ვამბობ, რომ განსაკუთრებული და განსხვავებული აზროვნება, ჭკუა, ინტუიცია და უნარები გვაქვს. რაც კაცთან შეთავსებისას ქმნის ერთიან, მთლიან და ჰარმონიულ ბირთვს. და ეს რო იცოდნენ დასაბამიდან და ისიც იცოდნენ, რომ თუ ჩვენ გამთლიანდებოდით, მეტად რთული სამართავები ვიქნებოდით და ასევე ისიც იცოდნენ, რომ რაც ფიზიკურად და ბუნებრივად თან დაგყვა იმას ახლა ხელოვნურად რა ვერ აგვაჭრიდნენ და აგვათლიდნენ და შექმნეს ხელოვნურად ფსიქოლოგიური ბერკეტი, პრინციპით დაშალე და იბატონე. ანუ ადამიანებს ესე ხელოვნურად ჩააწვეთეს, ქალის ჭკუად ხამშეჭამა, ქალს რა ჭკუას ეკითხები, ქალმა რა იცის, ქალი სუსტია, ქალი კუხნაში, ქალი აკვანთან და ნუ ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ჩვენი ეს განსაკუთრებული აზროვნება, ინტუიცია, გამჭრიახობა, გონება და ზოგადად ძალა დაეხშოთ, დაებლოკათ და ეს გააქტიურდა არა მხოლოდ მამაკაცებში, არამედ ქალებშიც. ბევრი ქალი ფიქრობს დღემდე მასე და მე ასეთი ქალები ზრდიან ისეთ მამაკაცებს. ბევრმა ქალმა გაიღვიძა თავის თავში მოძებნა ძალა და დღეს არის შემდგარი ადამიანი და ადრეც იყვნენ ასეთები, მაგრამ მასას იმდენად კარგად აქვს გასის ხორცებული ეს ბნელი აზროვნება, ჯერ კიდევ ვერ განათდა და საუბედუროდ ბევრი ქალიც ასე ფიქრობს და ნუ კაცებზე აღარ მაქვს საუბარი. არა და რეალურად ჭკვიან კაცს, ჭკვიან ქალთან ურთიერთობა ურჩევნია, იმიტომ რომ ორივეს გონებრივი შესაძლებლობები როცა ერთიანდება, ბევრად ჰარმონიული, ძლიერი და შემდგარია ესეთი ოჯახი. სადაც არ მიდის ჭიდაობა, შენი ჭკუა თხამში ჭამა და შენ ჭკუაზე არ გავივლი და შენ ქალი ხარ და მიდი კუხნაში შედი და ერთი ბრძოლები არ გააჩნიათ, პირიქით ერთიანდებიან და სხვა პრობლემებს ებრძვიან ერთად. და კიდე დამიჯერეთ, არც ერთ ქალს არ უნდა ისეთი მამაკაცი ყავდეს გვერდით, ვის მის ჭკუაზე ივლის. პირიქით, ყველას გვირჩევნია, რომ ესე მოვდუნდეთ, ჩამოვისვენოთ და ყავდეს გვერდით ისეთი მამაკაცი, რომელიც ყველა პრობლემას აგვარებს, ყველა გადაწყვეტილებას იღებს და ჩვენ უბრალოდ მშვიდად მივყვებით მას გვერდით. მაგრამ არის შემთხვევები, როცა მე შეიძლება განსხვავებული იდეა მომივიდეს, ან რაღაც პრობლემისთვის გამოსავალი მე ვიპოვო და ჩემი ქმარი არასდროს არ მიბლოკავს ამას მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვარ ქალი. პირიქით, კაცი უნდა იყოს ამაყი, თუ მის გვერდით არის ჭკვიანი ქალი. განსაკუთრებით ემიგრაციაში ვლინდება ხოლმე ამ ჩვენი დაბნელებული აზროვნების მანკიერებები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მამაკაცს ვხედავ და ძალიან ბევრი ქალის გამსმენია, რომ ემიგრაციაში მისი ქმარი ჭურჭელსაც რეცხავს, ბავშვსაც ისევე უვლის, როგორც ცოლი. ეს იქნება პამპერსის გამოცვლა, ჭმევა, გასეირნება, დატოვება, ისევე წმენდს იატაკს და აკეთებს ყველაფერს როგორც ცოლი, როცა ამას არასოდეს გააკეთებდა საქართველოში. იმიტომ რომ იქ ძმაკაცი, დედა, მამა, ძმა, მეზობელი და ვიღაცა რავი ნებისმიერი გამლელი იტყოდა დედა, ამას ცოლის წაცვალი დაუფარებია თავზე. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ბევრი მამაკაცი არ ეთანხმება ამ სულელურ მოსაზრებებს, უბრალოდ სოციუმის გავლენის ქვეშაა და როგორც კი მიეფარება მათ თვალს, ეგრევე ხდება ადამიანი. ნამდვილი ადამიანი, ოჯახის წევრი, მეუღლე და კაცი. მოკლედ, მამაკაცებო, თუ გინდათ რომ ნამდვილი შემდგარი, ჰარმონიული და ბედნიერი ოჯახი გქონდეთ, პირველ რიგში უნდა იპოვოთ თქვენი ნამდვილი მეორე ნახევარი და მასთან ერთად შეებათ უღელში და დაივიწყოთ საერთოდ თქვენს იქით არსებობს თუ არა ვინმე. და რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, თუ ვინმე თქვენს პირად ოჯახში უარყოფითად ერევა, თუნდაც საკუთარი მშობელი. აუცილებლად უნდა გაავლოთ საზღვრები თქვენვე. და არასოდეს მოექცეთ იმ დამანგრეველი გავლენის ქვეშ, რასაც ქვია სოციუმი და მათი სპეციალურად დამახინჯებული მოსაზრებები კაცი რო ქალის ჭკუაზე გაივლის.